ეს ქალაქია, ასე ქვია, დავით არჩვაძის ახალ დისკს, რომლის პრეზენტაცია ციგნაღის ახლად გახსნილ სასტუმროში მოეწყო. ალბომში ქართული ესტრადის ცნობილი მომღერლების მიერ შესრულებული არჩვაძის 15 სიმღერა შედის. პრეზენტაციის ფარგლებში გაიმართა კონცერტიც, დისკში შემავალი სიმღერები სიღნაღში ცოცხლად შესრულდა. ფიქრებში დათო არჩვაძეს ამჯერად სიყვარულის ქალაქში დაათენდა. ცნობილი მომღერლის ახლა უკვე როგორც ავტორის პირველი ალბომის პრეზენტაციას სიღნაღმა უმასპინძლა. Აქ წავაწერე ჩემი წარმატების ტელევიზიას რუსთავი 2-ს. დღეს თუ წარმატებული ვარ, მართლა 80% თქვენი დამსახურება ალბათ რა. თორე სულ ტელევიზორში ვარ და მithumetes რუსთავი 2-ზე. ჩემი გულიდან ამოსული, ჩემი და ლექსის ავტორების გულიდან ამოსული აი ეს 15-ვე სიმღერა, მინდა რომ შეიყვაროს სათითაოდ თქვენი არხის მეშვეობით. სულიად საქართველოს. ეს ალბომი, როდესაც მზადდებოდა, პირველად მაყურებელს ჩვენ რუსთავი 2-ის დილის გადაცემა მოთხარით ამის შესახებ, სტუმრად იყო დათო ჩვენთან მომღერლებთან ერთად. რა ვიცი, სიმღერები ახლა რაც მოვისმინე და ისედაც ალბომშიც კარგად მოვისმენ, ყველა ისეთია, რომ მეგონი გახიტდება და ხალხსაც ძალიან შეუყვარდება. ალბომის სახელწოდებით ეს ქალაქია სტუდია ბრავო რეკორდსის პროექტია და ის ქართული ესტრადის ვარსკვლავების შესრულებით 15 სიმღერას აერთიანებს. დღესდღეობით ქართულმა მსმენელმა მიიღო ძალიან საინტერესო პროდუქტი მუსიკალური დათოს ახალი სიმღერების სახით უთუოდ გახიტდება მე დარწმუნებული ვარ ჯერ მარტო ქალბატონ ნანის სიმღერა ეს ქალაქია ყველაფრად ღირს 10 ალბომის ფასად. შეათად მღეროდი საერთოდ იმ სიმღერას, რომელიც ჩემი არ თვითი ჩემი სიმღერა არ არის. მაგრამ როდესაც მომისმინე ეს სიმღერა ძალიან მელოდიურია და ვიგრძენი რომ შემიძლია სიმღერის შესრულება. ალბომის პრეზენტაციაზე დისკში ჩაწერილი სიმღერები ქართული ესტრადის ვარსკვლავებმა ბრავო ბენდთან ერთად ცოცხლად შეასრულეს. სიმღერა მონატრები ხარ ფიქრებს, რომელიც დათო მაჩუკა ღირინებს ფაქტიურად მთელი საქართველო და არა მარტო საქართველოს. ცოტა ხნის წინ ნიუ-იორკში ვიყავით გასტროლებზე და მთელი ნიუ-იორკის ქართველობა ღირინებდა ამ სიმღერას. ეს დათოს დამსახურებაა. მეუბნება დათო რომ სიმღერა უნდა დაგიწერო, ისეთი შენ რომ მოგიხდება რაღაცებს მეუბნება და საბოლოო ჯამში გამოდის რომ არ მქონდა სიმღერა აქამდე. მე მოხდა ისე რომ უცოდ იდეა დაეპატა რომ მოდი ეს სიმღერა შენი მღერე ქალბატონებასთან და მე ვარ ორმაგად ბედნიერი როგორც კომენტარში აღნიშნე. მე ალბათ ყველაზე განსაკუთრებული ამით ვარ რომ ერთადერთი ადამიანი ვისაც საყვედური არ გამოჩნია დათოსთან. მითხრა პირდაპირ რომ მინდა სიმღერა დაგიწერო, ერთ კვირაში დამირეკვა და სიმღერა მქონდა. თანაც მერაბ სიყვარული. ძალიან ბედნიერები ვარ რომ გამოვიდა ძალიან ლამაზი საღამო და ვფიქრობ რომ ეს ადგილი დღეს ამას იგი დაებედა და იქნება მასპინძელი ამგვარი ლამაზი სტუმრების. ლამაზი სტუმრები კომპანია რედიქსის ახალ სასტუმრო კაბადონს დაებედა. სწორედ ამ მუსიკალური ღონისძიებით გაიხსნა სასტუმრო სიყვარულის ქალაქში.